EUTOS გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტს შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. სამწუხაროდ არის EUTO ეგეთი ორგანიზაცია, სადაც ყველა გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით და მათ შორის EUTO-ს წევრი არის რუსეთი. ამიტომ EUTO-ში მიიღება ეგეთი გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთს უნდა დათანხმდეს. ამიტომ გაიწვიეს აქედან მისია, სადაც მომუშავდა 3 წელი EUTO-ში. ხო, ეგეთი ორგანიზაცია, ამიტომ ამას უნდა შევეგო. ჩადიან და ყოველს ელაპარაკებენ, ცოტა ხნით ჩასულიყო მოსკოვშიც და მოსკოვში უნდა შეხვედრები იგივე ადამიანიც. არ ამგონია, რომ ქართულ ოცნებასთან დიდი რამბების საქმეად იყოს ჩამოსული ესეთი ორგანიზაციის წარმომადგენლები, როგორც წესი ჩამოდიან მოლაპარაკებებზე, რომ კიდევ ცადონ ხელისუფლების მობრუნება იმ კრიტიკულ წერტილამდე, რასაც მათ შორის ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება ქვია. გაფრთხილებების მიმღები, შიკრიკები ხშირად ჩამოდიან ამ ქვეყანაში. EUTOS-ის დასკვნები რაც იყო, პირველი დასკვნა, რომელიც გამოქვეყნდა არჩევნების მეორე დღეს, ან მესამე დღეს, თუ სწორად მახსოვს და შემდგომ თვენახევრის თავზე იყო არსებითად განსხვავებული ერთმანეთისგან და ბოლო დასკვნა მიუთითებდა კატასტროფული დარღვევების შესახებ, რომელიც არსებობდა და ლეგიტიმაციის პრობლემა ამით შეექმნა ქართულ ოცნებას. ან სულ ხარდაჭერა გამოხატა ჩვენი ქვეყნის და მთლიანად რეგიონის მიმართ და პოზიტიური გზავნილებით ორივე პირი, როგორც გენერალური მდივანი, ასევე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი წარხდნენ საზოგადოების წინაშე. ქვეყნის მთავრობას და ხელისუფლებას ლეგიტიმაციას არ ანიჭებს არანაირი ვიზიტი. ლეგიტიმაციას ანიჭებს საზოგადოება და ხალხი, რომელმაც ძალიან კაფიოდ და ცალსახად თავისი საკუთარი აზრი საპარლამენტო არჩევნებში დააფიქსირა. ეს პირიქით აი იმ რადიკალი ოპოზიციონერებისთვის არის კიდევ ერთი დასტური იმის, რომ საერთოდ ეს აბსურდი, რაში ცდილობდნენ გაეხვიათ როგორც ქართული საზოგადოება, ისე მსოფლიო თანამეგობრობა, არის ჩამოშლილი. არაერთი იყო უკვე აი ამ დღევანდელ ეტაპამდე სერიოზული შეხვედრა, სერიოზული დიალოგი ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებთან. პრაქტიკულად ისტერიკის მდგომარეობაში აგდებს ოპოზიციას. ეს ცუდია ერთი მხრივ, იმიტომ რომ რეალობას ვერ აღიქვავენ პოლიტიკურ სუბიექტებად წოდებული ადამიანები, ადამიანთა გაერთიანებები და მეორე იმითია ცუდი, რომ საქართველოში დესტაბილიზაციის თემა კვლავ დღის წესრიგშია მართალია მცირე რესურსით, მაგრამ მოლოდინი არის კიდევ შენარჩუნებული იმისა, რომ დახმარება deep state-ის მხრიდან, ამჟამად ბრიუსელის მხრიდან კიდევ ექნებათ.